შეძლია თავდაღირა დააღებინდა ყველაფერს. ქართული ოცნება. გონება შეზღუდული კაც უნდა იყოს, ეს იყოს ქართველი კაცის ოცნება, რა დღეს პოლიტიკასაც ახორციელებს მთავრობა. და მის სახელით ის ქვეყანა, სადაც რუსია იყო შესული, არის სიმშვიდე. სწავლულები ამბობენ, პარტიის პოლიტიკური კურსის ისტორია მის ეკონომურ ძლიერებაშია. დღეს ქვეყანაში არის სიღარიბე კი არა სიღატაკე. სოფელი დაცარიელდა. მთავრობა გველაპარაკება ისე თითქოს საზოგადოება გონება შეზღუდული ადამიანების გაერთიანება იყო. ჩვენთან კონსტიტუციაზია ყველაფერი გადასწრებული. დღეს კი ადამიანები თავობა გარბის აქედან კონსტიტუცია და ხშირი კაცი არის იოლის სამართავი და მარქსისტული ფილოსოფია იდეოლოგია ადამიანის სოფხედულებას შეხედულებას ერთიანობას საგანძილებლად შეცვალა. მტერი ვერ გაგვიჩევია და მოყვარებიზეა. დღეს რო პარლამენტას 12000 მიეცი. მე მაქვს 450. თუ კი საარსებო მინიმუმი, მე ისევ ამბობ ჩემს ვისკარ მე ლახამინდა დევნახო. თუ კი 450 არის საარსებო მინიმუმი. შენ კაი ხონდეს ორჯერმეტ, სამჯერმეტ, 20-მეტ მე მათემატიკა წინწკლებში ცუდად ვიცი. შენ რო 12000 გაქვს და მე 400 არის. სადა ლოგიკა. დღეს არის საქართველოს არის ქვეყანა, სადაც კანონი არ კანონებს. სადაც ქვეყანა, სადაც კანონის გვერდით თავლი ცხოვრების წესათა. სწავლულები ამბობენ, იმ ქვეყანაში სადაც არის პიროვნების და არა კანონის კულტი, იქ ქვეყანა იღუპება, ისწავლება და ქრება და უხაროდეს. მე ამგეს ვერ ხვდები და სიბერით მოვკდება ესე, ან გომელაური, ან ღარიბაშვილი ესა. ეს ვერ გამოხვალ ეზოს გარეთ, სიბერე, მაგრამ ჩემი სიბერე სანატრელი იქნება მაგენთან. მე ხმეც ვიღაცას უყარვა.